არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მონაწილეობის არ მიღება იქცა ალბათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალგამყოფ თემად აქეთა ფლანგზე და ამაზე მინდა რამდენიმე რაღაცის თქმა. ერთი პრობლემა ისაა, რომ ერთი მხარე, ან ალბათ უფრო იქნება თუ ვიტყვით ერთი მხარის რაღაცა ნაწილი, მეორე მხარეს წარმოაჩენს რადიკალად გიჟად, რომელსაც აპრიორი არ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ხოლო მეორე მხარე, ან უბრალოდ აქაც რაღაც ნაწილი, მეორე მხარის იმათ, ვინც ახლავე აცხადებს, რომ ნებისმიერ ფორმალურად საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობას, რაც ხავს რაღაცა ბიზნესთან შეკრულად, მოღალატედ, ქვეყნის დამაქცევა და ასე შემდეგ. ასევე არიან სადღაც შუაში მყოფი რაღაც ადამიანების ნაწილი, რომლებიც სხეულის ენის ყველანაირი გამოხატულებით ასხივებენ, რომ სურთ თუნდაც ფორმალურად არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ამის ასე პირდაპირ თქმაც არ უნდათ, რადგან ერთი ალბათ რომ საკმარისი არგუმენტები აქვს თუ საკუთარი პოზიცია დაიცვან, ან რა ვიცი, საკუთარი სოციუმის ნაწილის ფრაზი და გულისწყრომა არ უნდათ რომ გამოიწვიონ, ან უბრალოდ რა ვიცი, ახლა ეზარებათ ამაზე კამათი და იმედი აქვს, თუ სიტუაცია ოდესღაც ისე შეიცვლება, რომ რაღაც არ მოუწევთ ამ პოზიციის დაცვა მაინც და მაინც უმცირესობიდან. რატომაა ეს პრობლემა? იმიტომ რომ თუ რამე გვასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ უახლოესი წლების, ისე როგორც თუ რამე გვასწავლის ზოგადად კაცობრიობის ისტორია, ამ რეალობაში ჩვენ ვართ, სადაც პრაქტიკულად გაფორმებული გვაქვს დიქტატურა, ყოველთვის ვაგებთ, როდესაც ვიხლიჩებით და გამარჯვების შანსი მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ხდება ძალების გაერთიანება. მეორე პრობლემა ამ საკითხთან მიმართებაში არის ის, რომ ერთი შეხედვით სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე საჯარო მსჯელობა მიდის ჩემი აზრით უკიდურესად ზედაპირულად. ანუ არჩევნებში ან ფორმალურად არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი დაყვანილი არის იქამდე ვიღაცის სახელი გვარი ან ვიღაცის პარტია თუ ვიღაცის კოალიცია თუ რაღაცა სახელი ბიულეტენში ეწერება თუ არა. ანუ თქვენი პარტია მიიღეს მონაწილეობას რაღაცა და კი ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღეთ მონაწილეობას ან არა ჩვენ რაღაცა არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობას და მაგით მთავრდება დისკუსია. მარტო ეს ისმის რა. რეალურად. მეტი არაფერი. რატომ არის პრობლემა? იმიტომ რომ არჩევნებში ან თუნდაც ფორმალურად არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ არის მხოლოდ ბიულეტენში სახელგვარის ან პარტიის სახელის ჩანაწერი. ეს შეიძლება არ ესმოდეს დამწყებ პოლიტიკოს, ადამიანს, რომელსაც არასოდეს უყურია კენჭი, არასოდეს ყოფილა დამკვირვებელი, არასოდეს უნახავს კარუსელი, არასოდეს უყურებია საოლქოს ან ცესკოს ხდომისთვის, არასოდეს საჩივარი დაუწერია და არ წაუღია საჩივარი თუნდაც სასამართლოში, არასოდეს დაურწმუნებია მოქალაქე, რომ ის არჩევნებზე წასვლას აქვს აზრი. რადგან ამით რაღაცა თუნდაც მცირედი შანსი მაინც არსებობს, რომ მოქალაქე მივიდეს რაღაც შეცვალოს, მაგრამ ის არჩევნები, რომ არ არის მხოლოდ ბიულეტენში რაღაც ჩანაწერის არსებობა, ესმის ყველას, ვისაც აქედან ეხლა მე რა ჩამოთვალე, თუნდაც ერთი მაინც გაუკეთებია, ერთხელ მაინც ცხოვრებაში. მე არ მაქვს არანაირი წინასწარი განწყობები, ზოგადად დრო არ მაქვს ზედაპირულობისთვის, სისულელეებისთვის და თამაშისთვის არ ვიცი, რამდენი დრო მაქვს დარჩენილი კიდეს მანამ სანამ მაღალი ალბათობით ისევ გამომკეტავენ და მარტო მე არ ვარ ასეთ მდგომარეობაში, ამიტომ მინდა რაღაცნაირად დავტოვო კითხვები სამსჯელოდ, რომელზე პასუხებმა შესაძლოა მიგვიყვანოს ერთი მიზნის გარშემო ძალების კონსოლიდაციისკენ, გაერთიანებისკენ. უბრალოდ მე მჯერა, რომ გამარჯვებამდე მისვლის გზა არის ის სტრატეგია, რომელიც გაწერილი არის ალიანსის შეთანხმების დოკუმენტში. არ აღიარება, არ თანამშრომლობა, გარენაწმეხი და პლუს პროტესტი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი სწორი გზა, ამიტომ ტყუილია ხო, რაღაცა წინასწარი განწყობა მაქვს, არ მინდა რომ ტყუილი გამომივიდეს, მაგრამ ღია ვარ სხვა ალტერნატიული თუნდაც საპირისპირო აზრების და იდეებისთვის. ვიღაცისთვის ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ტელევიზორში გამოჩენის შანსი, ვიღაცებისთვის, არ ვიცი, ვიღაცებისთვის თავის მოწონების შანსი, ლაიქების აკრეფის, არის თავის დამკვიდრების, პოპულარობის მოპოვების და ასე შემდეგ. შესაძლებელია, მეტი არც არაფერი არ იყოს და ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ამ შემთხვევაში სწორი გზა, სწორი გზის პოვნა, გამარჯვებამდე მისასვლელი სწორი გზის პოვნა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რა ვიცი, მე კონკრეტულად მე სხვებს თავი დავონებო, ციხეში ყოფნა მომიწევს 1 წელი, 4 წელი და 15 წელი, ანუ ჩემთვის სერიოზული მნიშვნელობის საკითხია ეს. და ამ კითხვებს არ ვსვამ პოლიტიკოსის პოზიციიდან. რიგითი მოქალაქის პოზიციიდან ვსვამ მოქალაქის, რომელსაც უნდა დარწმუნდეს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლას აქვს აზრი. რადგან ამით რაღაცის შეცვლის შანსი არსებობს.
თუ მე როგორც მოქალაქე დავწუნდები ამაში, მე შევძლებ დავარწმუნო სხვა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები და ჯამში თუ ბევრი დავწუნდებით ამაში და ყველა ერთად მობილიზდებით, მე მჯერა რომ ან არჩევნებს გადავახებთ ამათ თავზე, ან უბრალოდ ჩამოშლი და მე ჩავატარებთ მეტნაკლებად ნორმალურ არჩევნებს. ხო, ну, აქაც ახლა თლათ რიგითი მოგჩვეულებრივი მოქალაქე კითხვები არ არის, იმიტომ რომ ჩავთვალოთ მე ვარ კარგად ინფორმირებული მოქალაქე, რომელსაც არჩევნებთან მიმართებაში ბევრი პრაქტიკულად ყველა კუთხიდან მაქვს ნანახი და ყველაფერი ნაკედი კენჭის მიღრია, ხმაცმინიცია, დამკვირვებელიც ყოფილ ვარ, კომისიების ხმობებზეც ყოფილ ვარ, სასამართლოში წამიღეს არჩევნები, ყველაფერი მაქვს ნაკეთები არჩევნების გარშემო. მოგეთ ძალიან რო არ გამიგზელო შესავალი, ამიტომ გადავალ კითხვებზე. და ცხადია, ჩემი კითხვები მიემართება იმათ, ვინც ახლა დღეს აცხადებს, რომ უპირობოდ ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს მათ ფორმალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებას. კითხვა ნომერი 1. თუ რეჟიმი არ ათავისუფლებს პოლიტიკურ და სიდისის პატიმრებს, ისევ როგორც არ წყვეტს მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, რა გარანტია გაქვთ, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც შეიძლება რეჟიმმა ჩათვალოს, რომ თქვენ უკვე მისთვის წარმოადგენთ საფრთხეს, თქვენც არ დაგიჭერთ. ანუ მე როგორც მოქალაქე მხარი ხომ უნდა დაგიჭიროთ. თუ სუსტი ხართ და რეჟიმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენთ, რატომ უნდა დაგიჭიროთ საერთოდ ხარი? და თუ მოძლებნებისკენ წახვედით და ამ დროს დაგიჭირეს, მაშინ რისთვის უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე? მარტივი კითხვაა, ჩემი აზრით. მეორე კითხვა. თუ რეჟიმი აკრძალავს პარტიების ნაწილს და ფაქტია, რომ აპირებს ყველა იმ პარტიის აკრძალვას, რომლებმაც 2024-ში ჯამში მოუგეს მას არჩევნები. მიუხედავად იმისა, ხამისი ვინმე ჯერა თუ არ ჯერა, ხა ეს არ არის განხილვის საგანი. რა გარანტია გაქვთ, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც შეიძლება რეჟიმმა ჩათვალოს, რომ თქვენ უკვე მისთვის საფრთხეს წარმოადგენთ, თქვენს პარტიას თუ კოალიციას თუ რაც იქნება, არ აკრძალავს. ანუ ისევ იგივე, მე როგორც მოქალაქე მხარი ხომ უნდა დაგიჭიროთ, თუ სუსტი ხარ და საფრთხეს არ წარმოადგენთ რეჟიმისთვის, ხაი რატომ უნდა დაგიჭიროთ და თუ მოძლიერებისკენ წახვედით და ამ დროს აკრძალეს, მაშინ რისთვის უნდა მივიდე საარჩევნო უბანზე. ისევ მარტივი კითხვაა, ჩემი აზრით. კითხვა მესამე. თუ არ ხდება მოძალადეების და ძალადობის ორგანიზატორების დასჯა, ანუ იმათი, ვინც რუსთაველზე აწამა ხალხი, იმათი, ვინც სახლებიდან ხვდებოდნენ პოლიტიკოსებს, ცნობადსახეებს, აქტივისტებს, მათ ოჯახის წევრებს, ტიტუშკების, რომლებიც ქუჩაში აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ისე როგორც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ამ შემდეგ. რა გარანტია გაქვთ, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც შეიძლება რეჟიმმა ჩათვალოს, რომ თქვენ უკვე მისთვის საფრთხეს წარმოადგენთ, ფიზიკურად არ გაუსწორდებიან თქვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ყველგან და ყოველთვის, სადაც ამის სურვილი ექნებათ. ან მე როგორც მოქალაქე ხომ დავიცოდე წინასწარ სად მეძახით, უბრალოდ მეძახით რომ მივიდე უბანზე და რაღაცა გავაფერადო, თუ ომში მეძახით, სადაც შეიძლება სახთან დამხვდეს 6 ხელკეტიანი და თავი გამიტეხოს. კითხვა მეოთხე. თუ არ გამკაცრდა ამ ორჩევლის ვერიფიკაციის პროცესი და მაგალითად არ დაემატა სახის ამოცნობი აპარატები, როგორ ფიქრობთ და გეგმავთ კარუსელების აღმოჩენა განეიტრალებას? ანუ ხალხი, რომლებიც წლები კი არა აწლეულებია ამ საკითხებზე ლანთებებზე მუშაობს, ამბობს, რომ 2024 წლის მერე განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ამის გაკეთება პრაქტიკულად არის შეუძლებელი სხვა გზით. თქვენ თუ რამე გაქვთ სხვა მოფიქრებული, რო თქვათ, ან როგორ აპირებთ ამის გაკეთებას? ასევე რა ჩემს არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას მარტო სხვა პარტიებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის გარეშე. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ გვანახოთ, აი დღეს რო იძახით, რომ რაღაც პოლიტიკოსების არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობას, აი კონკრეტულად გვანახეთ, შეგიძლიათ გვანახოთ დღეს რას აკეთებთ კონკრეტულად აი ამ მიმართულებით ახლა. მეხუთე კითხვა. თუ ემიგრანტებს არ უბრუნებენ საარჩევნო ხმის უფლებას, თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში ამ ამბის არაკონსტიტუციურობას და მორალურ მხარეს. როგორ აპირებთ ემიგრანტების პირადი ნომრების გამოყენებით ხმების გაყალბების პრევენციას იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არ არსებობს ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი და რომც იარსებოს, უბანზე არ მისცემენ ისეთ ადგილას დგომის უფლება, სადაც ასეთი გაყალბების დეტექცია შეძლებს. ანუ ხალხი, რომლებიც აწლეულებია, კიდე გავიმეორებ, ამ საკითხებზე მუშაობენ, ისინი ამბობენ, რომ 2024 შემდეგ განხორციელებული ცვლილების შემდეგ ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენ რა გაქვთ მოფიქრებული, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას, ასევე რაც კიდე ერთხელ გავიმეორებ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას მარტო სხვა პარტიებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის გარეშე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ თუ არა გვანახოთ, რას აკეთებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით ახლა, დღეს. კითხვა მე-6. თუ არ მოხდა არჩევნების შემდეგ ამორჩეულთა სიების გახსნა, რომ თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს გადამოწმება მისი სახელით, მისი პირადი ნომრის გამოყენებით, ვინმე სხვა მხომ არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. როგორ აპირებთ 2024-ში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემის, სხვისი პირადი ნომრებით ხმების მასიურად მიცემის პრევენციას. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას,
ასევე როგორ აპირებთ ამის გაკეთებას მარტო სხვებთან თანამშრომლობის გარეშე და თუ გააქვთ ამისი მოფიქრებული რაღაცა თეორიულისა, შეგიძლიათ განახოთ დღეს რას აკეთებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით. კითხვა მე-7. თქვათ მოხდა სასწაული და რაღაც ჩემთვის უცნობი რაღაცა გზებითა და შესაძლებლობით მაინც მოახერხეთ კარუსელების სხვისი პირადობებით ხმის მიცემის, ემიგრანტების ხმების გაყალბების აღმოჩენა და საჩივრების დაწერა. თუ საარჩევნო ადმინისტრაცია დარჩა მთლიანად რეჟიმის კონტროლ ქვეშ და საარჩევნო საჩივრები ჯერ გადის განხილვა სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციაში. როგორ აპირებთ იმის უზრუნველყოფას, რომ რეჟიმის კომისიები უბრალოდ არ გადაყრიან ყველანაირი განხილვის გარეშე თქვენ საჩივრებს, როგორც ეს მათ შორის გააკეთეს 2024-ში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ აპირებთ ამის გაკეთებას, ასევე როგორ აპირებთ ამის გაკეთებას მარტო სხვა პარტიებთან თანამშრომლობის გარეშე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ განახოთ დღეს რას აკეთებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით. კითხვა 8, ბოლო კითხვაა. თქვათ სასწაულებრივად მოახერხეთ მაინც დაღროვების დაფიქსირება. არ ვიცი როგორ, იმიტომ რომ დამკვირვებლები არ არსებობს და არაფერი, მაგრამ მაინც და თქვათ საარჩევნო კომისიებმა დაგიკიდათ, არ განიხილათ თქვენი საჩივრები და უბრალოდ გადაყარა. წახვედით ბოლო ინსტანციაში, სასამართლოში, სადაც საბოლოო ჯამში უნდა გადაწყდეს არჩევნების ბედი. თუ საარჩევნო დავებს არ განიხილავს სპეციალურად შექმნილი სასამართლო კოლეგიები, რომლებიც საერთო შეთანხმების შედეგად იქნება შედგენილი. რითი აზღობთ იმას, რომ ბოლო ინსტანცია არის მურუსიძე? ოღონდ სიმბოლურად და ისე კი არ ვამბობ ამას, ანუ მართლა მურუსიძე არის, ბოლო ინსტანცია არის მართლა მურუსიძე. და მართლა როგორ აზღობთ ამას? ანუ მე რიგით მოქალაქეს რას მეუნებით მოდით არჩევნებზე და მურუსიძე იქნება ობიექტური? ანუ როგორ აპირებთ ამის გაკეთებას? საარჩევნო დავებზე სასამართლოს ობიექტურობის უზრუნველყოფას, ასევე როგორ აპირებთ ამის გაკეთებას მარტო სხვა პარტიებთან თანამშრომლობის გარეშე და თუ რაღაცა გაქვთ მოფიქრებული და აკეთებთ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ განახოთ რას აკეთებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით ახლა. ეს არის ჩემი კითხვები. უბრალოდ ეს არის კითხვები, რომლებიც ალიანსმა დასვა თავის დროზე, თვეების წინ, როდესაც სამართლიანი არჩევნების საჭირო პუნქტები გამოვაქვეყნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნებში მონაწილეობა არ არის მხოლოდ ბიულეტენში ყოფნა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს ამ და ასეთ კითხვებზე პასუხების ქონას და ამ პასუხების შესაბამისად მოქმედებას. ეს არის ისაც ევალებათ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს. სწორედ ამიტომ ვსვამ ამ კითხვებს, რომ გავიგო, რა თეორიული პასუხები არსებობს ამ კითხვებზე, რადგან მე არ მაქვს და ეს რაღაცა პასუხი, რომ ნებისმიერ არჩევნებში მიღოს მონაწილეობას ჩემთვის როგორც იგივე მოქალაქისთვის პირადად გაუგებარია და ბ რა პრაქტიკული ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით მით უმეტეს როგორ დგამენ ამ ნაბიჯებს პარტიები თუ პოლიტიკოსები ცალ-ცალკე ერთმანეთთან თანამშრომლობის გარეშე. იმიტომ ეგეც ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელი ამბავი ამ რეალობაში ჩვენ ახლა ვართ. ანუ რაღაცა გზები იციან, როგორ აგვარებენ ამ რაღაცებს და თან მარტო აკეთებენ ამას. ხო და ორი რამეც და მოკლედ ისევ გამეწერა და დავასრულებ რა. ერთი. თუ ამ კითხვებზე და ამ პრობლემებზე არ არსებობს თეორიული პასუხებიც კი, არათუ მათი მოგვარებისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები. მაშინ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა არის უბრალოდ ბიზნეს წყალობის მოლოდინი. ანუ მაშინ უბრალოდ ამბობთ, რომ რამდენსაც გადმომიგდებს, იმდენს დავყაბულდები. ანუ ხო შეიძლება ესეც არ გადმოეგდო, აი ამდენიც კი არ დაეწერა ჩემთვის, მაგრამ რადგან მიგდებს, რასაც გადმომიგდებს, იმას მოვაწერ ხელს. ოღონდ ეს არა არჩევნები, ესაა წყალობის მიღება, სისტემური ოპოზიციის თამაში, ბიზნესთვის ქედის მოხრა, ბევრი რამე შეიძლება დაუძახო, მაგრამ ამას არ ქვია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. და ეს უნდა ითქვას, მე როგორც მოქალაქემ უნდა ვიცოდე, სად მეძახიან არჩევნებში ხმის მისაცემად, სადაც ჩანსი მაქვს, რომ რაღაცა შევცვალო, თუ რაღაცა თამაში, სადაც ვიღაცა ელოდება, რომ ბიზნესგან მიიღოს რაღაცა წყალობა. და მეორე და მართლა ბოლო. თუ ამ კითხვებზე პრობლემებზე არ არსებობს თეორიული პასუხებიც კი, მაშინ ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთად ბრძოლა. ანუ ნებისმიერ არჩევნებში შევალ ძახილი კი არა, ძალების გაერთიანება ერთი მიზნისთვის, რომ მივაღწიოთ მეტნაკლებად სამართლიან არჩევნებს და მოქალაქეების ამ მიზნისთვის მობილიზაცია. თუმცა რა ვიცი, დაველოდები და მოვისმენ განსხვავებულ აზრებს, შევხედავ მათ შორის კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რამე ასეთი არსებობს. ამის თქმა უნდა არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით.